ეს რძე 7.50 თეთრი ღირს, ჯერ კიდევ შარშან ვიხდიდი 5 ლარს. აღარაფერს ვამბობ 5 წლის წინანდელ ფასებზე. ეს პროდუქტი გერმანულ სუპერმარკეტებში 2 евро ღირს დაახლოებით, ანუ 5 ლარი და 84 თეთრი. ოღონდ გერმანიაში საშუალო ხელფასი ჩვენს საშუალო ხელფასს 4-5 ჯერ მაინც აღემატება. როგორ ვარსებობთ იმ ფასების პირობებში, რაც არის დღეს ჩვენ ქვეყანაში და რატომ ვერასდროს ვერ ეწევა ამ ფასებს ჩვენი ხელფასები? დღევანდელ პოდკასტში ამ თემაზე ვისაუბრებთ. ფასები არის ვიღება და ფასები ასე. და რისი ბრალია თქვენი აზრით, რომ აი ფასები იზრდება და ხელფასები არა? მიზეზი რა შეიძლება ამის? მიზეზი ის არის, რომ მე ასე ვფიქრობ, ჩვენ ეროვნულ პროდუქტს ძალიან ნაკლები აქვს შეფასება. ჩამოსული პროდუქტი ძალიან ძვირია, სამწუხაროდ ჩვენი ფერმერები და სოფლის მეურნეობის მოხაკები ძალიან დიდ ზარალს განიცდიან და აი როგორ ფიქრობთ, მაღაზიაში გაძვირდა თქვენთვის პროდუქტი? გაძვირდა კი არა, ზოგიერთ საქმეში კატასტროფულად გაძვირდა. არ შეუძლია თვითონ ხელისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ თავშევლაპარაკობთ. შეუძლია ხელისუფლებაში ყველანი მოხარების სულსაძე საგნებზე რაღაცა იმონათა რაღაცა ქნას საბაზრო პოლიტიკის მიუხედავად. წარლები მარტო ეხლა ჯერ გაძვირდა, არ ჩამთვალო უცოდინდა. აიდან და ამის ისავარო ყოველთვის აი გენეთლე შვილი მინუტი რამდენი წელი ჭირდება და ჩემი პენსია პენსია რო ყოფილდეს ხმის არ ამოგვიდა. გაძვირებული ცხოვრებით ყველა უკმაყოფილოა. მათ შორის ისინიც, ვინც ხმას ქართულ ოცნებას აძლევდა. მაგრამ ეს უკმაყოფილება ცვლილების საფუძველი ვერ ხდება ყველა წუხს ოღონდ საკუთარ სამზარეულოში. ამ დროს ყოველ საღამოს სამთავრობო არხებზე გვესმის. მაისში ეკონომიკა 7 საქსტატის ინფორმაციით წინასწარი შეფასებით 2025 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 7.7 საქართველოს ეკონომიკა 11.1%. ეკონომიკურმა ზრდამ 7.7%. ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო საგარეო ვაჭრობა. ისე აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, ეკონომიკაში და ეკონომიკურ ზრდაში რომ ოსკარების ნაწილი იყოს საქართველოს კონკურენტი, ალბათ რთულად თუ მოიძებნებოდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. თუ ეკონომიკა თავბრუდამხვევი ტემპებით იზრდება, ჩვენ ამას რატომ ვერ ვგრძნობთ? რატომ ვერ ვგრძნობთ და იმიტომ, რომ ეს ზრდა ერთეულების ჯიბეზე აისახება მხოლოდ. მათზე, ვინც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ხელს ითბობს, მაგალითად, სანქციების გვერდის ავლით რუსეთს აწვდის სატვირთო მანქანებს, დრონებს, ტრაქტორებს და ასე შემდეგ. ან კოლ-ცენტრების бизნესი აქვს და რამდენიმე ასეულ ადამიანს ასაქმებს. სოფლებში ეს ფული ვერ აღწევს და ისევ უჭირთ, როგორც ყოველთვის. Мною принято решение о проведении специальной военной операции. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსული ფულისა და მიგრანტების ნაკადმა დამატებითი ბიძგი მისცა ეკონომიკამ. მთლიანი შიდა პროდუქტი იმ წელს 10%-ზე მეტად გაიზარდა და 2025 წლის პირველი კვარტალიც წარმატებული აღმოჩნდა საშუალო რეალურმა ზრდამ 9.3% შეადგინა. მოდით შევხედოთ, რას ნიშნავს ეკონომიკური ზრდა სინამდვილეში. ცვლილება არ უნდა იყოს მხოლოდ სტატისტიკური. ის უნდა იგრძნობოდეს კაფეში, მაღაზიაში, ექიმთან, ყველგან, სადაც ჩვენ ფულს ხარჯავთ. ფასების ზრდას იწვევს ინფლაცია. ინფლაცია, როცა ფული ძალას კარგავს, მაგალითად 5 წლის წინ 100 ლარად 1 კვირის საჭმელს ყიდულობდი. წელს კი 1 დღის საჭმელს ყიდულობ. ეკონომისტები ამბობენ, რომ ჯანსაღ ეკონომიკურ გარემოში 2-3%-იანი ინფლაცია მისაღები და საჭიროც გია. შევხედოთ ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში. ახლა კითხვა, ვისი ბრალია ინფლაცია და რატომ ხდება? ამას შეიძლება კონდეს რამდენიმე მიზეზი. როცა ქვეყანა, როგორც საქართველო, მაგალითად, არაფერს აწარმოებს და ყველაფერს საზღვარგარეთ ყიდულობს, თუ მომწოდებელი პროდუქტს გააძვირებს, რეალურად ჩვენთანაც ფასი მიიმატებს პროდუქტზე.
როცა მთავრობა ბევრ ფულს ბეჭდავს, რომ ხალხს მისცეს მეტი დახმარება, სუბსიდიები და 1000 პროგრამა ამუშავოს ბიუჯეტის ხარჯზე, ამ დროს ფულის რაოდენობა ქვეყანაში კი იზრდება, მაგრამ პროდუქციის რაოდენობა არ იზრდება. ხალხი მეც ყიდულობს, რადგან მეტი ფული გაჩნდა ბაზარზე, მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად, გამყიდველიც ზრდის უკვე პროდუქტის ფასი. როცა რაიმე სპეციფიკური პროდუქტის ფასი იზრდება, მაგალითად, ნავთობი რომ ზვირდება, ეს იწვევს ყველაფრის გაძვირებას. სადაც საწვევია საჭირო, ან ელექტროენერგია რომ ზვირდება, აძვირებს სხვა პროდუქტებსაც. თუმცა ჩვენ შემთხვევაში ბოლო წლებში ეს ტენდენცია ნაკლებად შეიმჩნეოდა. სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ნავთობის ფასი 13.6%-ით გაიზარდა, ხოლო ელექტროენერგიის ფასი 8.5%-ით გაიზარდა ბოლო 5 წელიწადში. ანუ გრჩება ორი მიზეზი და საქართველოში ორივე შესაძლებელია. პირველი, უცხოურ პროდუქტებზე ვარ დამოკიდებული და მეორე, მთავრობა ზრდის ბიუჯეტზე ხალხის დამოკიდებულებას და არიგებს მეტ ფულს. მაგალითად, სოციალური დახმარების მიმღებთა სტატისტიკა რომ ავიღოთ, 2025 წლის პირველივე კვარტალში საქართველოში 700,000-ზე მეტი ადამიანი სოციალური შემწეობით ცხოვრობდა. ანუ ყოველი მე-6 ან მე-7 მოქალაქე ბიუჯეტის დახმარების იმედზე. მარტისთვის ეს რიცხვი კიდევ გაიზარდა და დეკემბერთან შედარებით თითქმის 10,000-ით მეტი ადამიანი დაემატა ამ პროგრამას. გავიხსენოთ სუბსიდირების პროგრამები. მთავრობის გადაწყვეტილებით რთველის მხარდასაჭერად სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება გასულ წელს ყურძნის სუბსიდირებაზე 85 მილიონი ლარი გამოიყო. იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე 17.3 მილიონი ლარი. სოფლის მეურნეობის პროგრამების სუბსიდირებაზე საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 360 მილიონი იხარჯება. ეს ფული ხომ მიდის მეტნაკლებად რიგით მოქალაქეებთან და შემდეგ ბაზარზე ჩნდება მეტი ფული, ხოლო საქონელი არ იზრდება, სამაგიეროდ იზრდება ფასები. ამ ზრდას ფეხს ვერ უბამს საშუალო ხელფასის ზრდა. მაგალითად, 2020 წლიდან დღემდე საშუალო ხელფასი 82%-ით გაიზარდა. მაშინ, როცა პურის ფასი ყოველწლიურად დაახლოებით 9.11%-ით, 1 კილოგრამი ხორცის ფასი 25, ხოლო ვაშლის ფასი 6.5%-ით იზრდება. საშუალო ხელფასიც როგორ გამოითვლება, ხომ იცით, მაგალითად, მარიამ ჩარჩიანი კოლ-ცენტრში მუშაობდა და ყოველთვიურად გამოიმუშავებდა 30,000 ლარს. მისი ხელფასისა და რეგიონში საბავშვო ბაღის აღმზრდელის 400 ლარიანი ხელფასი არის გასაშუალებული, ანუ ორივე ერთად 30,400 ლარს იღებს ერთ თვეში, მათი საშუალო კი შეადგენს 15,200 ლარს. საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი განისაზღვრება საშუალო არითმეტიკული საფუძველზე და იანგარიშება დასაქმებულთა ხელფასების ჯამის გაყოფით მათ საერთო რაოდენობასთან. საშუალო არითმეტიკული გაანგარიშებისას მოიცავს ყველა წევრს, როგორც მაღალ, ისე დაბალ ხელფასიან დასაქმებულებს. ამ ლოგიკით არის დათვლილი საშუალო ხელფასი. მოგწონთ და ენდობით? რეგიონებს თუ გადახედავთ, საშუალო ხელფასი მაგალითად ხარაგაულში ვერაფრით ვერ იქნება 1500 ლარი, ვერც ლენტეხში და ვერც თეთრი წყაროში. ეს მეთოდოლოგიაც შესაძლებელია. ამ აცთენას ქართული ოცნების ნაქებ ეკონომიკურ ზრდასა და რეალობას შორის ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ასე ხსნის. მთელი ეს ეკონომიკური ბენეფიტები ფართოდ არ გადანაწილებულა. სარგებელი ძირითადად ეკონომიკის გარკვეულ სექტორებში და ამ სექტორებში არსებულ საკმაოდ ვიწრო ჯგუფებში მიდის. მაგალითად, საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა, რაც მშვენიერია, მაგრამ თუ ეს ექსპორტი მეტალის მადნებზეა დაფუძნებული, მაშინ ვის მიაქვს რეალურად ეს ფული? რამდენიმე შახტის მეპატრონეს, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანებამდე ეს თანხა უბრალოდ ვერ აღწევს. ავიღოთ საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი, IT, ეს ის სფეროა, რომელიც ყველაზე სწრაფად გაიზარდა ბოლო წლებში, ორმაგი ციფრებითაც კი, ესეც მშვენივრად ჟღერს, მაგრამ ვის ასაქმებს ეს სექტორი? IT სფეროში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბინადრობის ნებართვის მიღებას შეძლებენ. უმეტესწილად უცხოელებს, რუსებს, ბელარუსებს, უკრაინელებს და ცოტა ქართველსაც, ვინც დისტანციურად უცხოეთთან თანამშრომლობს. ფული შემოდის ქვეყანაში, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე 1000 ადამიანს მიემართება და მათგან ბევრი ადგილობრივიც კი არ არის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო სოფლის მეურნეობა, აქ დასაქმებულია საქართველოს მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი. ლოგიკურად, თუ გვინდა რომ ადამიანებმა იგრძნონ ეკონომიკური ზრდა, ეს სწორად ის სფეროა, სადაც ბუმი უნდა იყოს, მაგრამ რეალობა არის საპირისპირო და მთლიან ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი შემცირდა.
თუ ზრდა იქნებოდა სოფლის მეურნეობაში, სუბუქ მრეწველობასა და ვაჭრობაში, ანუ იქ, სადაც ხალხი არის მასიურად ჩართული, მაშინ იგრძნობდა ყველა ამ ზრდას. იქნებ ცდებით, სტატისტიკა ცდებოდა სოფლებში სხვა მდგომარეობა. თუ დაეწყო სოფელს ეკონომიკის ზრდა. დაგვიწერეთ კომენტარები, გამოგვეხმაურეთ, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება თუ ქართველები გამზრდებიან და მაგალითად iFacts დააფინანსებენ. შეგეხსენებთ, რომ დამოუკიდებელ მედიას ახლა ისე სჭირდება თქვენი თანადგომა, როგორც არასდროს. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააზიარეთ ჩვენი მასალები და თუ ფინანსურად დაგვეხმარებით, აქვეა ანგარიში. ასევე შეგიძლიათ ჩვენ ვებგვერდზე დონაციის ღილაკის გამოყენება და მარტივად თანხის გადმორიცვა. მადლობა რომ ისმინეთ. ბოლოს ერთი კითხვა მაქვს ქართული ოცნების წარმომადგენლებსაც კითხავდით, მაგრამ არ გველაპარაკებიან. თქვენც მიფიქრეთ ამაზე, რომელი ჭკუად მყოფელი გარბის იმ ქვეყნიდან, სადაც ეკონომიკური ბუმი, ზრდა და რეკორდული მაჩვენებლებია. არადა 2023-24 წლებში ქვეყანა 366,000 ადამიანმა დატოვა ლუხმაპურის საძიებლად მეტწილად, უკან აღარ დაბრუნებულან და ღმერთმა უწყის, როდის დაბრუნდებიან.